რას ნიშნავს დახურულ ინსტიტუციაში, ანუ მაგალითად ბავშვთა სახლში, შიშიმაპირთა პანსიონატში, ხანდაზმულთა სახლში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სკოლა-ინტერნატში, სკოლას კიდე თავი გავანებოთ, იმიტომ რომ არასრულწლოვნები არიან და იქ ცოტა სხვა წესებია, მაგრამ რას ნიშნავს აი ამ ტიპის დახურულ დაწესებულებებში ცხოვრება? რაც არ უნდა იდეალური და გაბზიალებული იყოს ეს დაწესებულებები. პირველ რიგში იმას, რომ იქ არსებობს რეჟიმი, ანუ როცა ყველა დგება, შენც იმ დროს უნდა ადგე, როცა ყველა ჭამს, შენც იმ დროს უნდა ჭამო, რასაც მზარეული ამზადებს, ძირითადად იმას ჭამ და არა შენ მიერ არჩეულ პროდუქტს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცასთან ერთად გიწევს ოთახში ცხოვრება, როგორც წესი, და ამ დროს საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ვიღაცას ახლა შეიძლება მაგალითად უფრო ცივა, ურჩევნია რომ ფანჯარა დაკეტო, ვიღაცას პირიქით ურჩევნია რომ ფანჯარა ღია იყოს და არ ეშინია ორ პირის. ვიღაცას ღამე სიბნელეში ძილი არ შეუძლია, ვიღაცას პირიქით სინათლეში. ამავდროულად გიწევს, რომ იქ არის რეჟიმი, ანუ ყოველ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შენი ახლობელი გვერდია, მაგალითად ღამის 3 საათზე. რაღაც პერიოდის შემდეგ საღამოობით და დილობით კარები იკეტება. შენ შეიძლება შენი ნებართვის გარეშე, ან თუნდაც ვიღაცის გაფრთხილების გარეშე დაწესებულებიდან ვერ გახვიდე. გასაგებია, რომ ეს შეიძლება იყოს შენივე უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება ეს უსაფრთხოების წესები ნამეტანი იყოს მათი დამოუკიდებლობის ხარისხიდან გამომდინარე თუნდაც. ეს იმას ნიშნავს ინსტიტუციაში ცხოვრება, რომ სადღაც რო გახვალ და იქიდან ნასვამი მობრუნდები, სულ რომ არ ატეხო დებოში და ერთი ამბავი, შეიძლება ხელმძღვანელობამ შემდეგ ჯერზე აღარ გაგიშვას გარეთ. ინსტიტუციაში ცხოვრება ნიშნავს, რომ ნათესავი რომ მოგაკითხავს და შოკოლადის ფილას მოგცემს, ხელმძღვანელი იმ ფილას გამოგართმევს და ყველას დაუნაწილებს იქ ვინც არიან დანარჩენებს. ანუ ელემენტარულის შენახვის უფლება შეიძლება არ მოგცეს შენ საკუთარ ტუმბოში. შოკოლადის ფილა ხომ ძალიან პატარა რამეა. ეს იმას გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ნათესავიც უფრო ჭკვიანურად უნდა მოიქცეს და ჩუმად უნდა მოგაწოდოს, რომ სხვებმა არ დაინახონ, მაგრამ ის ნათესავის და ოჯახის წევრიც რომ ხშირად ადამიანად და სუბიექტად აღარ აგიქვამს. ეს იმას ნიშნავს ინსტიტუციაში ცხოვრება, დახურულში, რომ წამოდგომა და გავლა გამოვლა რო გინდა პერსონალი გამოგეკიდება და გკითხავს სად მიდიხარ, რატომ მიდიხარ. გასაგებია კიდევ ერთხელ რომ ისინი შენს უსაფრთხოებაზე ფიქრობენ და ისიც გასაგებია რომ როგორც წესი პერსონალი არ ყოფნის რომ თითო ადამიანი გაყვეს და შეამოწმოს რომ მაგალითად ის რამეს არ დაეჯახოს ან გარეთ გავიდეს და არ დაიკარგოს, მაგრამ ამ ადამიანს ნებისმიერს რაც არ უნდა როგორ გონებრივ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, უნდა ხოლმე რაღაც თავისუფლების ნამცეცები მაინც რო კონდეს. თუნდაც ის რომ გაიაროს და გამოიაროს. შეიძლება არ აინტერესებდეს უკვე გეოპოლიტიკა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, მაგრამ ელემენტარული რომ თვითონ სადმე ადგეს და თუნდაც ეზოში გაშალოს ფეხი, შეიძლება მისთვის ძალიან ფასეული და ძვირფასი იყოს და ამის შესაძლებლობაც ინსტიტუციის რეჟიმმა, დაწესებულების რეჟიმმა მას არ მისცეს.